გამარჯობათ, მე ვარ გიატუღუში, მწერალი, პოეტი და აწწამყვანი გადაცემის სალიტერატურო უპირველეს ყოვლისა. მიხარია რომ ისევ ერთად ვართ და ვიმედოვნებ რომ წინათვე გაატარეთ ლაღად ბედნიერად და რაც ყველაზე მთავარია ჯანმრთელად, როგორც წინა გადაცემაში შეგვირდით, ამ გადაცემაში ვისაუბრეთ კაცობრიობის ისტორიაში არა ერთ-ერთ, არამედ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე თუ ლიტერატურულ პერსონაჟზე, როგორც გენებოთ იესო ქრისტეზე და იესო ქართულად ნიშნავს ხსნერს, ხოლო ქრისტე ნიშნავს ცხებურს. უпростоრად ბერძნულიდან ქართულად რომ ვთარგმნოთ და იესო მართლაც ხსნელია და იქნება სანამ კაცობრიობა იარსებებს. იმისთვის რომ კარგად გავარკვიოთ თუ ვინ იყო ქრისტე, ჩემი აზრით პირველ რიგში უნდა ვნახოთ თუ რა ადგილი ეჭირა მას წმინდა სამების დოქტრინაში. ეჭირა და უჭირავს. და მე-11 საუკუნის დასაწყისში, კერძოდ 1014 წელს, რომის პაპმა ბენედიქტ მერვემ წამოაყენა მეტადრე უცნაური მოსაზრება იმის შესახებ, რომ სულიწმინდა გამოვალს არა მარტო მამა ღმერთისაგან, არამედ ძე ღმერთისგანაც და ასე რაღაცნაირად მან გაუთანაბრა ძე ღმერთი მამა ღმერთს, რაც ქრისტიანული ეკლესიის დანარჩენი მესეურებისთვის მიუღებელი იდეა აღმოჩნდა და უკვე 1054 წელს მსოფლიო ქრისტიანული ეკლესია ორად გაიყო მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებად და ეს მოვლენა ქრისტიანული თეოლოგიის ისტორიაში შევიდა როგორც დიდი განხეთქილება, იგივე დიდი სქიზმა. და ამ ბენედიქტ მერვის მიერ წამოყენებულ იდეას ქვია ფილიოქვე და სწორედ ეს არის ფუნდამენტური განსხვავება ქრისტიანობის ამ ორ მიმდინარეობას შორის, გულისხმობ მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს. ხო, რამდენი ადამიანიც არსებობს ამ ქვეყნად, ლამის იმდენი მოსაზრება არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო იესო ქრისტე. ზოგისთვის ის მხოლოდ ადამიანი იყო, ოღონდ ზე ადამიანი, ზოგისთვის მხოლოდ ღმერთი, ზოგისთვის კიდევ ღმერთკაცი, მაგრამ მოდით ჩვენ გავყვეთ მის მიერ გავლილ ცხოვრებისეულ გზას და ჩვენი დავადგინოთ თუ ვინ იყო ის სინამდვილეში. ჯვარზე გაკრულმა ქრისტემ, როდესაც წარმოსთქვა ეს ფრინავი ფრაზა, მამაო მიუტევე მათ, რათა არ აიციან რასაც ჩადიან, დააფუძნა მსოფლიო ისტორიაში მანამდე არ ნახული ტოლერანტობა, უანგარო ტოლერანტობა, რომლის მსგავსიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მსოფლიოს მანამდე არ ენახა და არც ქრისტეს შემდეგ უნახავს. რადგანაც ეს იყო უანგარო ტოლერანტობის გამოვლინება, ქრისტეს როგორც ღმერთად შეეძლო ჩამოსვლა ჯვრიდან და თავისი მტრების შემოსვლა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აბსოლუტურად უანგაროდ მიუტევა თავის მტარვალებს. რა თქმა უნდა, მსოფლიო ლიტერატურაში ქრისტემდეც არსებობდა ტოლერანტიზმის გამომვლენი აქტები, ამის შესანიშნავი მაგალითია ჰომეროსის ილიადაში ტროას მეფის პრიამოსის მიერ თავისი შვილის ჰექტორის მკვლელის აქილევსის ხელების დაკოცნა, რათა ამ უკანასკნელს მამისთვის გაეტანებინა ჰექტორის გვამი და პრიამოსის ტროას ადაწესების მიხედვით გაეპატიოსნებინა, მაგრამ აქ რაღაც პატარა ანგარება მაინც ამოძრავებდა პრიამოს, კერძოდ კი მას სჭირდებოდა შვილის ხედარი, ხოლო ქრისტეს კი არანაირი, ჯვარზე გაკრულ ქრისტეს კი არანაირი. როდესაც წმინდა სამების დოქტრინა შევისწავლე და შევეხე საკითხს ძე ღმერთის მამა ღმერთისაგან გამომავლობის საკითხს, მეტადრე თვალში საცემ უზუსტობას წავაწყდი და მე მინდა თქვენი ყურადღება დღეს ამ პრობლემატიკაზეც გავამახვილო. მამა ღმერთი სამების პირველი ჰიპოსტაზი, იგივე ბიბლიური ღმერთი, თავად ბიბლიაში მოხსენიებულია როგორც საშინელი და მრისხანე ღმერთი და არც თუ ისე ფუჭად, რადგანაც მან მაგალითად სოდომი და გომორი მრისხანებით აღგვა პირისაგან მიწისა, ისუნავეზეს დაავალა ქანაანის ქვეყანაში ქვაქფაზე არ დაეტოვებინა, ეგვიპტეში ებრაელი ერის გამოსახსნელად დახოცა პატარა ბავშვები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, აქ ჩვენ ეს სამების პირველი ჰიპოსტაზი გვევლინება როგორც ადამიანი, როგორც განრისხებული ადამიანი და არა როგორც ღმერთი, რადგანაც თუ შენ ღმერთი ხარ, შენ ხარ აბსოლუტურად სრულყოფილი, აბსოლუტურად თვითკმარი და უბრალოდ ვერ განრისხდები. და ქრისტიანული დოგმატიზმის მიხედვით, სწორედ ამ მრისხანე ღმერთისგან გამოვალს ესე იგი მობიერი საკუთარი მტრის
მოყვარული და ტოლერანტი ქრისტე, რაც აბსოლუტურად შეუსაბამობაში მოდის ელემენტარულ ადამიანურ ლოგიკასთან. ჩვენ შოთა რუსთაველმა დაგვიტოვა ჰერმეტისტული აფორისტული ფრაზა კოკასაშიგან, რაც დგას იგივე წარმოსდინდებისო და აქ მარტივი კითხვა იბადება, როგორ შეიძლება ასეთი მრისხანე მამა ღმერთისგან გამოდიოდეს ტოლერანტი და მობიერი ღმერთი იესო ქრისტე. თუ მამა ღმერთის მთავარი დევიზი იყო კბილი-კბილისწილ, თვალი-თვალისწილ, ქრისტემ ყველაფერი თავდაყირა და აყენა და მან თქვა, რომ გიყვარდეს არა მარტო ნუყვასი შენი, არამედ მტერი შენიცო. თუ იმ მამა ღმერთის მიერ დაწესებული იყო დოგმა იმის შესახებ, რომ ადამიანი უნდა არსებობდეს შაბათისთვის და არა პირუკუ, აქაც ქრისტემ ყველაფერი შემოაბრუნა და მან თქვა, რომ არა შაბათი უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი შაბათსო. და ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ქრისტე არა მარტო არ გამოვალს ამ მამა ღმერთისგან, როგორც ეს დღეს მსოფლიოსთვის, ქრისტიანული სამყაროსთვის არის ცნობილი, არამედ წინააღმდეგობაში მოდის ამ მამა ღმერთის სულის ანატომიასთან და ქრისტე სწორედ ამიტომ გააკრეს ჯვარზე, მან დაარღვია ის წესები, რომლებიც ამ მამა ღმერთმა, სამების პირველმა ჰიპოსტაზმა დაუწესა ებრაელებს. სულ რამდენიმე მიზეზი იყო, რის გამოც ქრისტე ჯვარს ასვეს, მაგრამ ერთ-ერთი სწორედ ამ მამა ღმერთის მიერ დაწესებული წესებისადმი, ესე იგი, დაუმორჩილებლობის გამოხატვა იყო ქრისტეს მიერ. მე-20 საუკუნის უდიდესი მოაზროვნე, ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე შტაინერი გვეუბნება, რომ იმისთვის, რომ ცოცხალი ქრისტე აღმოვაჩინოთ ჩვენში, არ არის საკმარისი ბიბლიის ოდნა, საეკლესიო ტიპიკონის აღსრულება და ზოგადად ეკლესიაში სიარული. ამისთვის აუცილებელია განვლოთ ის გზა, რომელიც გაიარა ქრისტემ და შტაინერი შესანიშნავად წერს თუ რა გზები განვლო ქრისტემ. ფეხტბანვა, შემდეგ გაშორტვა, ჯვარზე გაკვრა, ეკლესიური ღვინის დადგმა, გარდამოხსნა, აღდგომა და ამაღლება, რაც სიმბოლოა ქრისტეს მიერ ათასწლოვანი დიდების მოპოვებისა. ასევე საინტერესოა მე-19 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნის სიორენ კიერკეგორის მიერ თავის ეპოქალურ ნაშრომში შიშიდაც რწოლა გამოყენებული ფრაზა თვითახმეთის აქტი და მოდით ნახოთ თუ რა აქტია ეს და რა კავშირი აქვს მას ქრისტესთან. ზოგჯერ ღმერთი ადამიანს მომადლებს გარკვეულ სიკეთეს და ადამიანი ამა თუ სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო ამ სიკეთეზე უარს ამბობს. თუ ასეთ შემთხვევაში ადამიანი მაინც დარჩება ღვთისმოსავი, მას არ წარიტაცებს ხორციელი ვნებები, მაშინ ღმერთი მას მომავალში დაუბრუნებს ამ მოთმინებას, ამ თვითახმეთის აქტს უფრო დიად სიკეთეთ და სწორედაც რომ ჯვარზე გაკრო ქრისტეს შეეძლო ჩამოსულიყო ჯვრიდან და თავისი მტარვალები პირისაგან მიწისა აღება. ან კიდევ თავი ემართლებინა 1000 არგუმენტით, რადგანაც ის მათთან მიმართებით იყო მართალი და წარმოიდგინეთ რა რთულია, როდესაც მართალი ხარ, როდესაც შეგიძლია შენი მოწინააღმდეგები არგუმენტებით გააცამტვერო და მას არ აკეთებ და ქრისტემ ამ ყველაფერს არჩია უბრალოდ დუმილი, რაც მას დაუბრუნდა ათასწლოვან დიდებად. და თქვი გადაცემის დასაწყისში და ახლაც ვიტყვი, რომ სანამ კაცობრიობა იარსებებს, მანამ იარსებებს ქრისტეს იდეაც. ასევე მეტადრე საინტერესოა 2006 წელს ინგლისელი მკვლევარის ჯოზეფ ატვილის მიერ გამოცემული სკანდალური წიგნი კეისრის მესია, სადაც ის ამტკიცებს, რომ ქრისტე როგორც ისტორიული პიროვნება საერთოდ არ არსებობდა, არამედ ის შექმნა ისტორიკოსმა, ებრაელმა ისტორიკოსმა იოსებ ფლავიუსმა რომის დიდი იმპერატორის ვესპასიანეს დავალებით და გეტყვით რატომ? ყოველ შემთხვევაში როგორც ამას ატვილი ასაბუთებს, იმიტომ რომ იმ ეპოქაში ისრაელში გამებებული იყო მესიანისტური მოძრაობა, რომელიც ითვალისწინებდა ებრაელი ხალხის რომის იმპერიის მარწუხებისაგან ცეცხლითა და מחვილით დახსნას და ჯოზეფ ატვილი ამბობს, რომ სწორედ ამიტომ იოსებ ფლავიუს დაავალა ვესპასიანემ უფრო მობიერი და არა ცეცხლითა და מחვილით, ასე ვთქვათ, განმათავისუფლებელი ქრისტეს შექმნა, რათა ებრაელთა მომდევნო თაობაში ეს მესიანისტური მოძრაობის იდეა უბრალოდ კოლექტიური გონიდან ამოშლილიყო. ასეთ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ არ შეიძლება მიჩნეულ იქნას აბსოლუტურ ჭეშმარიტებად. მინდა გითხრათ, რომ ქრისტეს დიდი ხანი აქვს სწავლობთ მის პერსონას, მის იდეას, უბრალოდ მასში ჩადებულ იდეას როგორც ლიტერატურულ პერსონაჟში და აღმოვაჩინე, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი პოსტულატები ძალიან მარტივია, მაგალითად იყვარდეთ ერთმანეთი, იყვარდეს მოყვასი შენი, ამ ყველაფრის განხორციელება კაცობრიობისთვის დღესაც
უტოპიად რჩება და მინდა გითხრათ, რომ სანამ კაცობრიობა იარსებებს, მანამ დარჩება უტოპია და გეტყვით რატომ. ამას თავისი ახსნა აქვს და ამ შემთხვევაში ჩვენ კაცობრიობას და ზოგადად ადამიანის გენს ვერ დავადანაშაულებთ, რადგანაც ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ყველას ყველა უყვარს, უბრალოდ გაქრება ბოროტება თუ გაქრება სიკეთე უსაქმურობით გაიცვითება, ვეღარ ჩავიდეთ საქმეებს საგმირონს, იმიტომ რომ თუ ბოროტება არსებობს, მაშინ რა აზრი აქვს ზოგადად გმირობის ჩადენას და გაქრება ლიტერატურას, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო ლიტერატურა დგას სიკეთისა და ბოროტების იდეაზე. მაგრამ ქრისტეს მისია, ჩემი აზრით, არც არის ბოროტების აბსოლუტურად ამოძირკვა, არამედ მისი განეიტრალება და ამ კუთხით მინდა გითხრათ, რომ მის იდეას ნამდვილად შეუძლია ბოროტებასთან ბრძოლა. ბოროტება ერთგვარი საწვავია იმისთვის, რომ კაცობრიობა არსებობდეს და შემდეგ დიდი ფრიდრიხ ნიშე უკვე მე-19 საუკუნეში იტყვის, რომ ადამიანი რომ ბოროტია, მე ამის იმედი მაქვს, რადგან ის ძალას შეიცავსო. ქრისტესე კიდევ დიდხანს შეიძლება საუბარი. თითეული მისი ფრაზა სახარებისეული არის დიადი სიბრძნით გაჯერებული, მაგრამ ჩვენ დღეს ამისთვის საეთეროდ რო არ გვაქვს, ამიტომ დღეს ჩვენ ქრისტე განვიხილეთ ძალიან ზოგად, მაგრამ მნიშვნელოვან ჭრილში და ასე დავასრულეთ ჩვენი გადაცემა. შეგახსენებთ, რომ მე ვარ გია ტუღუში, მწერალი, პოეტი და წამყვანი გადაცემისა ლიტერატურა უპირველეს ყოვლისა. გეტყვით, რომ მომდევნო გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ პოეზიაზე, ცოტას ვიტყვით ქართულ პოეზიაზე, ცოტას დასავლურ პოეზიაზე. და ვგონებ მეტად საინტერესო გადაცემა გამოგვივა და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემა გადის ყოველი თვის ბოლო პარასკევის საღამოს 10 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის, გისურვებთ ბედნიერებას.